დიალოგები წყაროსთან. ეპიზოდი 1. სეზონი 1. წყარო დღეს ამბის მოსაყოლად მოვედი. ხან მამას გიწოდებ ხოლმე და იცოდე, შენ მოგმართავ. დედას კი ამ მიწას უწოდებ, ჩემს მასას რდოებელ თბილ ნიადაგს. ერთი სიმღერა მახსენდება. Call broccoli. ასეთი ტექსტია. Wise words from the departing. The death of the mother and the death of the father is something you prepare for all of their life, for all of your life. ბოლო რამდენიმე კვირა ჩემი ხორცის მამასთან ცალკე შეხვედრას ვცდილობ. გულში მაქვს რაღაც გრძნობა, ჯერაც განუცდელი მამაშვილური სიახლოვისა. მინდა ეს გრძნობა ჩავაბა მასთან ან აქაურობასთან, სადაც ცოცხლობ. ვიცი, ამის გამო მიდგას თვალწინ მშობლების სახლის მარანი, ის ძველი სურნელი მიტრიალებს. ამ პლანეტაზე მოსვლისას ის ჰარმონიულ სცენარში ვიყავი, მამა ჩემის შვილი. სახლში კი ხშირად იყო, თუმცა სხვა მამებივით ძალიან შორს იყო ჩემგან. მე კი ტვინის ორივე ნახევარსფერო თავიდანვე სინქრონში მქონდა. ამიტომ ჩემ საქმეში დედა და მამა მძლავრად მყავდა ერთმანეთთან დაკავშირებული სიყვარულში. როცა მათგან წამოვედი, დიდი ხნის მერე მივხვდი. ის სიყვარული, რომელშიც მათ ვხედავდი, ჩემგან წამოსული ველი იყო. ასე ვიქცევით, როცა ბავშვები ვართ. ამბობენ ხოლმე, ბავშვი ოჯახს ამტკიცებსო. სწორედ ასე ხდება. ახალი სიცოცხლე ორის ნაყოფი, სრულყოფილ გარემოს თავად იქმნის, თავისი ტვინის ტალღებით ზემოქმედებს მშობლებზე და მათ ერთ არსებად კრავს. წყარო. სწორხალ დაძინებამდე ერთ რამას მივხვდი. რაც სახლიდან გამოვედი, დედა ჩემი ცალკე მაკითხავს. მამა ჩემი კი სახლში მეძახის. იქ როცა კი მივედი, ვერც ერთხელ მოვახერხე ჩვენი ნამდვილი შეხვედრა. ამიტომ იქ აღარ მივდივარ. ჩემი მშობლების ერთობა თითქოს როგორღაც დაღუპული მქონდა ჩემში. სანამ ამას მივხვდი და გადავწყვიტე ყოველღამე ძილის წინ ისევ ერთ არსებად ვაქციო ისინი. დიო სულ სხვანაირად გამოგვიძა. მახსოვდა დაწყებული საქმე და შეუძლია მისი გაგრძელებაც. აქამდე ყოველდღე სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებდი. შემოქმედებას გვივსვათ. ამის გამო ძალიან მეჭირდა ნაყოფის გამოძერწვა ფორმაში. არ მახსოვს ასე რამდენ ხანს ვიყავი. თუმცა ახლა ისევ გაიმართა ჩემი ხერხემალი. მის მოქნილ მოდრეკილობას ისევ გრძნობ და როცა ვხედავ რა და როგორ უნდა შევქმნათ, გულში ისევ ისე ძალიან მიხარია. წყარო, დღეს ამის თქმა მინდა და შენთვის. დილას პირველად პირის დაბანის მერე თმა გავისწორე. ჩემს თვალებში მევე ჩავიხედე. ისევ გამიხარდა გათენება და ეს ფრაზა გამოჩნდა გონებაში. ლეკვილო მისასწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია. ვფიქრობდი, რომ იცოდეს ჩემი ხორცის მამამ, როგორი ერთგული ვრჩები ჩვენი გვარის კოდებისა,
როგორ ვინახავ წმინდა ჩანაწერებს და ვიხსენებ დავიწყებულს. ეს რომ იცოდეს, იქნება დაეთმო კიდევაც ჩემთვის მიწის ნაკლეჯი, სადაც ჩემი შვილებისათვის გაზაფხულიდან საზრდოს დავთესავდი, მიწაზე ვიმუშავებდი და ვიგემებდით ყველანი ნაყოფებს. მერე გამახსენდა, რომ დედას ჩემსაც მიწის ნაკლეჯი ყველგან აქვს, ყველგან სადაც გამიხარდება დათესვა. მამა ხორცისა კი არ უნდა ვაიძულო მომისმინოს, ან რამე დავანახო ჩემ შესახებ. ეს ჩემი საქმე არ არის. ადრე ერთხელ ცადე გულწრფელი საუბარი და ფსიქიატრთან წამიყვანეს დედაჩემმა და მამაჩემმა. ნეტავ ის ვიდეო ვიპოვნო, კაბინეტში შესვლამდე ჩავიწერე. დღეს ესე ვფიქრობ და მჯერა. ყველგან შემიძლია დავთესო, სადაც გამიხარდება, მივალ და დავთესავ. მამასთან კი ამ განუხორციელებელი გრძნობის მიღმას მაინც მოვახერხებ. წყარო, მინიმუმ შენთან საუბრით მოვახერხებ, მამასთან სწორობას. მიწაზე მუშაობით კი დედასთან გავსწორდები. მჯერა რომ ასე გადავდივარ ჰარმონიულ სცენარში. ახლა წავედი, ვიდეო უნდა გავაკეთო და ავტვირთავ ციფრულ სამყაროში, სადაც იმ ერთი ჰარმონიული პორტალიდან მოვგაძდენ ამ ჩემს ამბავს. შენ კი დაავალე ალგორითმებს იმათკენ მიმართვა, ვისთანაც გაგიხარდება მიწვდენა. გაავრცელე ჩემი ლოცვა ვირუსულად ამ სამყაროში. მე ვარ. Wise words from the departing. Eat your greens, especially broccoli, and always say thank you, especially for broccoli. დღეს არის 23 მარტი 2021 და მე ვარ ეხლა ეგეთი ამბის მონაწილე. ამბის არა, უბრალოდ ექსპერიმენტის. რა ხდება, ხა გითხრათ. ეს არის გამოღვიძების pain in the ass, ესე ვთქვათ. როცა იქ სადაც ცხოვრობდი მანამდე ვისთანაც რა გარემოშვიც, ის გარემო აღარ გიღებს ისეც, როგორიც ხარ, როგორც სინამდვილეში ხარ და შენც გაიგე ეხლა როგორი ხარ და იგებ უფრო და უფრო მეტ რამეს შენ თავზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შიგნით ვეღარ ატევ და გინდა გამოავლინო. ხმა მოიღო, იყვირო, ან ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ბევრ თავს ეტეხებს გვიჩენს იმ გარემოში, სადაც ვართ. არის მოსაზრება იმაზე, რომ დავითანხმები, რომ სხვების შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა ვფიქრობ, რომ არც ჩუმად ყოფნა და ისევ იმ ადამიანად თავის მოჩვენება არის სამართლიანი, პირველ რიგში ჩვენთვის, ჩვენი არსებისთვის, ვინც გამოგვიძებამდე ვიყავით. მე მაქვს ახლა მეორე შემთხვევა უკვე, როცა ჩემი მშობლები ფიქრობენ, რომ ჩემი მდგომარეობა ფსიქიურად თუ ფსიქიკურად რიგზე ვერ არის. იმიტომ რომ რომელიღაც მომენტში ამიცდა და დედაჩემს უთხარი მოუყევი რაღაც ამბავი
ჩემი სუპერ მგრძნობიარე სხეულის შესახებ რომ აღვიქვა სხვა ადამიანების ემოციებს თუნდაც. აი ეს მოვყევი და I have no idea what she რა მიაბა და რა ქსელი მოქსოვა თავის გონებაში. იდეაში ახლა ჩემ მშობლებს უნდათ რომ ჩემთვის კარგი გააკეთონ, რა თქმა უნდა, ეგრე არის. ეს ყველაფერი ადრე ჩემში ძალიან დიდ აგრესიას იწვევდა და ისტერიკებიც გამიმართავს იმის გამო, რომ უნდა წაგიყვანოთო ფსიქიატრიულში და იქო. ესეო და ისეო. მაგრამ ეხა იმ ხელა სიყვარული მაქვს ჩემი მშობლების მიმართაც. დავიბრუნა ეს ყველაფერი მოკლედ აგრესიას. არანაირი ადგილი არ აქვს აგრესიით ვერაფერს ვერ შევცვლით, პირიქით ყველაფერს თავზე დავიმხავთ და მინდოდა რომ ეს გამეზიარებინო თქვენთვისაც. ხო და იდეაში მანამდე ეს ყველაფერი მეჩვენებოდა ჩემ წინააღმდეგ აღმართულ რაღაცა შეთქმულებად რომ წამლებს დამალევინებენ და გავგიზდები და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა სამყარომ კიდე იგივე თასკი გამომიგზავნა და მეუბნება რომ მოდი ქცევა შეცვალე და let's see what happens და მეც აგერ აქ ვარ ველოდები რომ წავიდე ვიზიტზე. ხო, თან მაინტერესებს რამდენად მომცემს ჩემი შინაგანი მდგომარეობა, რამდენად გახსნის ის პიროვნება ურთიერთობისთვის საჭირო მიმართულებას, რომ ის ხაზი, რაც მაინტერესებს ამ ექსპერიმენტისთვის გამოვარკვიო და ეს ყველაფერი არის პირდაპირ გამოგვიძებასთან დაკავშირებით და ფსიქიატრების და ზოგადად ამ სფეროს დამოკიდებულება ესეთი ხალხის მიმართ, რომ ძველი გამოცდილებებიდან და ამბებიდან რაც მსმენია სხვების შესახებ ძირითადად ესეთი ტიპები ამთავრებდნენ საგირეში როგორც შეშლილები, ასე ვთქვათ. სინამდვილეში ყველა great idea და ყველა წინსვლა კაცობრიობის ისტორიაში მოდის განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისგან და იდეაში ეგ არის ის, რასაც დანარჩენები ეძახიან სიგირეს. Anyways, მე აქ ვარ და თუ კი გაგვიმართლებს და შეგვხვდება ისეთი ფსიქიატრი ამ ხას გამიხსნის, მეც გავხსნი და ვეცდები გავარკვია რა მდგომარეობა არის საქართველოში ამ მიმართულებით და თუ ჩემი ხედვა მაჩვენებს რომ ჩვენ კიდე გაჭედილები ვართ ამ მიმართულებით ისევ არ ვაპირებ შერკინებას და რაღაცებს როგორც ხდება ხოლმე, თავისას იტყვის და ჩვენ დავიშლებით. ხო, საინმეც მაინტერესებს ძალიან რა მოხდება. ამიტომ წავალ, მოვალ და მოგიყვებით.